მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სანდრო კალმახელიძე, ეს ჩემი C53-ია და თქვენ უყურებთ სანდროს გარაჟს. სანამ იმ თემაზე დააგელაპარაკებით, რაზეც ჩემი მომდევნო ვიდეოები უნდა იყოს, მოგიყვებით ჩემს პატარა ვლოგერობის ისტორიას, საიდან იწყება. რომ თქვა, დიდი ხნის ვლოგერი არ ვარ, ჩემი ისტორია იწყება სადღაც 3-4 წელია, ავტომოყვარული ვარ მთელი ცხოვრება, მაგრამ ამ საქმეს ვაკეთებ ინტერნეტში დაახლოებით 3-4 წელია. ძირითადად ვარ TikTok-ზე, სადაც მაწერია სანდროს გარაჟი და კალმახას, ასევე ვარ Facebook-ზე და Instagram-ზე, YouTube-ზე უნდა ითქვას, რომ ახალი ვარ. ახალი რა, სადღაც 2 წლის წინ დავდე ვიდეო, გადავიღე ავტოგანხილვა review იყო ჩვეულებრივი Suzuki Jimny-ს, მაგრამ თითქოს ჩემი არ იყო რა, რაღაც არ მჭირდებოდა და არც მომეწონა აი მანქანის განხილვა და თან მაგრაციო და საბადურებში ვიყავი, ხელები გამეყინა და მოკლედ ისე ვქენი რომ ეგ ვიდეო დავდე და იმის მერე აღარაფერი არ დამიდია რა. მაგრამ ეხლა დავბრუნდი, მინდა რომ უფრო საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ, ყველა მიწერდა YouTube-ი დაიწყე და აჰა დავიწყე. იცით როგორი კონტენტის გაკეთება მინდა? აი მე რომ საჭმელს გავიკეთებ ან გამოვიძახებ ხოლმე, მინდა რომ ჩავრთო ტელევიზორში რაღაც მანქანებზე საინტერესო, თან გემრიელად ვჭამო და უყურო. მინდა რომ ზუსტად ეგეთი ვიდეო იყოს ეს, საჭმელი დაიდოთ, ან თუნდაც იმოგზაუროთ და ჩემი ვიდეო ჩართოთ და უყუროთ დათქმეთ. ამასობაში ესენი ნახე უკან რა ჯიგრები არიან, შვეიცარიიდან არიან ჩამოსვლები და დომინოს პარკინგზე არიან გაჩერებულები. მშვენიერია უფოსო პარკინგი, სად არის ესეთი ევროპაში ყველგან თანხას გახდევინებთ. მოკლედ ეს იყო ჩემი წინა სიტყვაობა, რასაც გპირდებით რომ შემდეგ ვიდეოში აღარ მოგაწყენთ, უბრალოდ გაგახსენეთ და გაგაცანით ჩემი თავი. ეხლა კი გადავიდეთ საქმეზე, რაზეც ეს ვიდეოები და შემდეგი ვიდეოები უნდა იყოს. რაშია საქმე? შენ გეკითხები, რაშია საქმე? არაფერი უფროსო. აბა რას გაჩხერილ ხარ შუაგზაში შეჩემა? დავაი აქედან. დღეს არის 24 ოქტომბერი, ზუსტად არ ვიცი ეს ვიდეო როდის დაიდება, მაგრამ გეუბნებით დღევანდელ თარიღს. მოკლედ მანქანა უკვე ჩამოსულია, ფოჩია, კონტეინერი გახსნილია და ერთი სული მაქვს ჩავიდე ვნახო. მანქანის მოდელს ჯერ არ გეუბნებით რომ 84 წლიანია და 5 და 0 ძრავით არის. დანარჩენი ახლა დააპაუზეთ ეს ვიდეო და დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რა მანქანაა. ეს მანქანა კი კაია, მაგრამ მასე ამონებს, მაგრამ ძველი მანქანა ყოველთვის მინდოდა რა, ჩემი ოცნება იყო, რომელიც მე მგონი ავიხდინე. თავარია ახლა ისეთი გამოდგეს როგორც მე მინდა. ჩავიდეთ ახლა, წავედით ფოჩი და ვნახოთ როგორ ჩამოვიდა. წამოვედით უკვე ავტობანზე ვართ. მანქანა კი ნაყიდია სტატუსით იქოქება დადის და ფოტოზეც ეთყობა რომ დაქოქილი არის იქვე აუქციონზე, მაგრამ რაღაც დიდად იმედი არ მაქვს რომ ახლა ჩავალ და იქოქება და ყველაფერი გამართულად იმუშავებს რა, რადგან მაინც ძველი მანქანაა და ძველ მანქანას დგომაში თავისი პრობლემები აქვს რა, იქ შეიძლება ბაკი იყოს გამოსარეცხი, რაღაცა გასაწმენდი ისინი ესენი და მოგაჩება სულ არ დაიქოქოს, მაგრამ ერთი სული მაქვს რომ ჩავიდე და ახლო დავნახო მაინც როგორია რა. გარედან თითქმის დაუზიანებელი არის, თავარი ეგაა და გარბენიც არ აქვს ბევრი. 1984 წლიან მანქანას გარბენი აქვს 98,000. იმედია ზუსტად იგივე მდგომარეობაში იქნება როგორც გარბენი და გარედან ვიზუალი აქვს. შიგნიდან ტექნიკურადაც კარგი იქნება რა, ამას გულისხმობ. და ეხლა ყველაზე გადაობა იქნება რომ ჩავიდე ერთი ესე გადავკრა, დაიქოქოს და თავის ხოდით რომ წამოვიდე უკან. სხვათა შორის ჩემნაირი ლამაზი ოპერატორი არავის არ ყავს, როგორც მე მყავს. ამას რო ჩავალთ იქ განახებთ მე. მაინც ყოველი შემთხვევისთვის მომაქვს კლუჩების ნაბორი, ნასოსი, ბუსტერი. მოხედავთ, მაინც იმედი მაქვს, რომ იქიდან იმ მანქანაზე ვზივარ და მოვდივარ. ჩემი ოპერატორი კი ამ ახალ ბულკივით მანქანაზე ზის და იქიდან მოსრიალებს. გორში გავჩერდით, ცოტა შევისვენებთ და ყავას დავლევთ, მანამდე კი დაგათვალიერებინებთ და განახებთ ჩემს ოპერატორს. ჩემს ულამაზეს მეუღლეს გვერდში მდგომს და ყველაზე მაგარ ოპერატორს. მანამდე კიდე განახებთ ჩემი მანქანის საბარგულს. მოკლედ გადამქონდა დედა აფეთქებული ელანტრას ოლოფის ზეთი და ჩამექცა იქ. ამას შეხედეთ, ვიცი რომ არ მეკადრევა ესეთი საბარგული ჯერჯერობით სულ ამოვცალე და აი ამ წერტილებში ჩაისხა ყოლოფი და აქედან ვერ ვიღებ ვერანაირად და სუნი ვერ გავაცილე რა. თუ რამე იცი ჩანსი და გზა როგორ შეიძლება სუნი გავაცილო აქედან ყოლოფის, დამწვარი ყოლოფის რამენაირად მირჩიეთ. გზაში ცოტა გაგვიწვიმდა, ღრუბლიანი ამინდია, მაგრამ სიცივით არ ცივა. მთავარია ახლა ფოჩი წვიმა არ იყოს და ვიდეოს გადაღება დამცალდეს რა. დანარჩენი სიცივის არ გვეშინია. წავედით. ოპერატორო მე მგონი დაგვერხა. რაღა ახლა მოგინდა წვიმა, არ უწვიმია 2 კვირა. იმედია დასავლეთში არ უწვიმს მეგობრებო, თორემ ცოტას დავსოლდებით. ამ მანქანაში რაც მომწონს ტრასაზე არის წვა. კარგად აწყოდადის ავტობანზე მოვდიოდით 100-ით და რიკოთზე უკვე დავაყენე 93-ზე და ეხლა განახებ წვას. აი ნახეთ 7.3-ზე არის რა 100 კილომეტრზე.
ანუ 7 და 3 სწავს. ძალიან კაი წვა, ანუ ეხლა მეტით არც მივli ავტობანზე რო იარო, კარგად კი დაწვავს ალბათ 10-11 litrას ნახევარზე მეტი ქალაქში მაქვს ნასეულები და 12 და 3 აქვს ქალაქში წვა. ნუ საცობებში კარგად წვავს რა, საცობებში 20 საათის გარბანი აქვს ცოტა და შესაბამისად სვეჟი მანქანა უკვე ბევრი აღარ დაგვრჩა, ზესტაფონს გამოვცდით, დაახლოებით საათი და 20 წუთში იქ ვარ. ნელა 7 და 1 წუთს ჩამოვიდა წვა. ამ მანქანის ყველაზე დიდი მინუსი ჩემი აზრით ისაა, რომ უხეშია ძალიან რა. ხისტი დაკიდება ხო აქვს, სპორტული დაკიდება აქ AMG რადგან არის და ყველა იამკა თუ ყველა გადასვლა რაღაცა პატარა რაღაცაზე გადასვლა ეგრევე იგრძნობა და გონია რომ აქ პუდუსუნში გირწყავს რაღაც რა. ანუ მაგასაც მიეჩვევით. და კიდე ესეთი რაღაცები აი. მოიჭრა რაჭუნი გაუდის. მაგრამ ზადო აი. ეს მომწონს რა. ფოთში ჩამოვედით, ნელი რეჟიმით თავის გაჩერებით 3 საათ ნახევარში ჩამოვედით. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, მაგარი პატარა კუსკუსა ქალაქია, ევროპული რა. თან დაგეგმარებაც ქუჩების ისეთი მაგარია. თავის არქიტექტურას, დაბალი ლამაზი შენობები. როგეთ მაგარი პოტენციალი აქვს ფოთს და ბოლომდე არ იყენებენ რა. აი მარტო დატვირთული არის ამ სპორტის მეტი არაფერი არ ხდება. ტურისტული მუღამით შეიძლება მიეცეს, მაგრამ რადგანაც არ ამვითარებენ საამისოდ. ვერას ფიქრობთ აბა როგორი ქალაქია ფოთი. წავედით ახლა GT ტერმინალში, სადაც ჩემი მანქანაა და უკვე გადავიდეთ თავარ საქმეზე. მეგობრებო, შიგნითაც შემოვედით და ესეც ჩვენი Mercedes-ი. აბა შეხედეთ რა ვიძია, კუპე. შეხედეთ? 500 სელი. ფერი არ მომწონს თავიდანვე გეუბნებით, მაგრამ უნდა გადაიღებოს. მოდი შიგნით ნახოთ რა ხდება. მან თავარი ამის მუღამი რაცა შიგნით აქვს ცეცხლი გაჩენილი რა. აქ პატარ-პატარა რაღაცები აქვს და მაგარი გახუნებულია კრასკა რა. მაგრამ რა მთლიანობაში რა ბულკია. მოდი ჩავხედოთ აბა შიგნით რა ხდება. ვაფშე გასაღები არის შიგნით ეს. ოპა, აუ რა სუნია შიგნით ნახე. მეგობრებო. Mercedes. ოპა, ამის აბარგულში არ ვიცოდი რა ხდებოდა. აი, ეს არის ძველი Mercedes-ის თელი ამბავი. დამზარე აკუმულატორი, არ გადავკრათ ერთი. აი, ჯერ ავხადოთ. ამის თავარი მუღამისა, რომ კაპოტში არ იყო რა სურათი გადაღებული და უმეტესობამ არ იცის როგორ უნდა გაიღოს ამის კაპოტი. ჯერჯერობით არც მე არ ვიცი, მაგრამ მაიცა საჯანავიდან იღებ. აი მეგობრებო, მაგიტომ ვერ აღებენ ამ მანქანის კაპოტს ტერმინალში. მეც რო ვერ გავაღო. აი რა. всё, აი. აბა, პირველი ახდა. და ახლა ძრავი რო არის. ურანას ზეთავებია. ზეთი შავია, იმის დედავატილი. მოდი წყალიცო. ალი არის შიგნით. დენი არ არის ეს. აქ რა ხდება და რამ გაუჩინა ამას ცეცხლინეტა, ჰა? ბიჭო! აფეთქდა რა ხმა იყო გავგიჟდი კიდე. იაუ რემენა. არ ცეცხლი არა შიგნით რაღაცის გამო გაჩერდი. ეხლა უნდა დავქოქოთ რა. უნდა დაიქოქო, სხვა გზა არ არის. მიდი ჩემო ლომო, უნდა დაიქოქო, მიდი. აბა მოვიდა მაშველი. აბა ჰე. მე მგონი დაიქოქება ბიჭო. აუ დაიქოხაჩ. და გაპერიებს აკურავიში. ურა ძველი ძრავის სუნია.
აბა წავედი, ამით მივიდივარ თბილისში. უყურე? Здравствуй, возьму. Винах. Ау, раз была. Ак, დაუბერав. Oh. Rural village. მოკლედ, თავარი მისია შესრულებულია, დაიქოქა, თავისი ხოდით გამოვიდა. ვიზუალურადაც ესე გამოიყურება. დარჩენი უკვე რა იქნება გასაკეთებელი, როგორ იქნება გასაკეთებელი, იმას თბილისში ვნახავთ. ეხლა ამით თბილისში წასვლას ნაღდად არ ვაპირებ. აი ესე თამაშობს საბურავები წინ, რავი, ნადგომია თუ პერედოქში აქ ხელი შესავლები თუ რა არ ვიცი, არა, ყირაობს რა სიჩქარეზე და რა ვიცი, აი, ესეთია ჩვენი 84 წლიანი Mercedes-ი. ამ სალონს მიეხედება, გარედან მიეხედება და ეს მანქანა უნდა იყოს ძალიან მაგარი მანქანა თბილისში რა. აი ისეთ ხოძზე მოვა, რასაც ნელ-ნელა გაყურებინებთ. ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დააყენეთ ზარის ღილაკი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. მანამდე კი დამიწერეთ, აბა. ბენზინთან რა საქმე გაქვს? მაცა ნერვიულო. არა, მე შეგეუბნები, შენ ბენზინთან რა საქმე გაქვს შეჩემისა? რა სიტყვით, როგორი მანქანაა, მოგეწონათ და თქვენი აზრით რა დამიჯდა ფოთამდე ეს მანქანა, ეგეც დამიწერეთ. რამდენი ქულით შეაფასებდით, აბა 1-დან 10-მდე. მოდი გადავიღალე კარა. სურათები გადამ 84. თუ რა მიყვარს ესეთი მანქანები? თან ჩემია, ვიჟო. წავედით. დანარჩენს დაგიბრუნდებით ძალიან მალე. ჩემი ჭუჭყიანი თითებით. აი, შრომა მეგობრებო, შრომა. წავა. და ჯერ მიგიყვანა მანქანა, შენ დებილურ ახალ მანქანამდე მიგიყვანა C53. რა C53. დაჯოდი. ეს გაკეთება. ესეთი რაღაც. მოიცა ერთ თავარი მეგობრებო. არ გემშვიდობთ ერთი წამით. Hello my friend. We have a look. That შენი მანქანა.